საღამო მშვიდობის საპირდაპირ ეთერშია ქრონიკა ცხრის ნახევარზე დღის მთავარ სიახლეებს ლიკა ტურიაშვილი გაგაცნობთ. სიახლე ბაღებში 1 ოქტომბრიდან რუსთავის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ბაღების გაერთიანებების პროგრამაში ცვლილება განხორციელდება, რის შედეგადაც რუსთავის 21-ვე საბავშვო ბაღში გახანგრძლივებული ჯგუფები გაიხსნება. შეიცვალა ფილიალებში სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ჩარიცხვის კრიტერიუმების განსაზღვრის წესიც, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხება. საბავშვო ბაღები ჩვეულების სამეფ აღსაზრდელებს 9-დან 6 საათამდე იღებს. დღემდე მოქმედი დადგენილებით აღსაზრდელების მშობლებს საჭიროების მიუხედავად გახანგრძლივებული ჯგუფებით სარგებლობა არ შეეძლოთ. ბაღების გაერთიანებისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით 1 ოქტომბრიდან ცვლილება ამოქმედდება, რაც რთული გრაფიკის მქონე მშობლებს აღნიშნულ პრობლემას მოუხსნის. გუშინ საკრებულო მიიღო ერთ-ერთი ესეთი გადაწყვეტილება, რის შედეგადაც ჩვენ საშუალება გვეძლება 1 ოქტომბრიდან ყველა ბაღში დავაარსოთ გახანგრძლივებული ჯგუფები იმ ბაღებში, სადაც ჩვენ გვაქვს 4-დან 6 ჯგუფამდე, იქნება ერთი გახანგრძლივებული ჯგუფი, 6-ზე მეტი ჯგუფი სადაც არის, ყველა იმ ბაღში იქნება 2 გახანგრძლივებული ჯგუფი. სააღმზრდელო დაწესებულების გახანგრძლივებულ ჯგუფებში მშობლებს ბავშვის დატოვება 6-ის ნაცვლად 7 საათამდე შეეძლებათ. ინიციატივას მოსახლეობაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. იდეა ძალიან სასიამოვნოა და ძალიან კარგი იქნება იმ მშობლებისთვის, ვინც დასაქმებულები არიან, რომ გაიხსნას გახანგრძლივებული ჯგუფი, იმიტომ რომ არის ისეთი რეგლამენტი ზოგიერთ სამსახურში, რომ არ შეიძლება წამოსვლან. ახლა შეიძლება ერთხელ თხოვო უფროს განთავისუფლება, მაგრამ ხომ არ შეიძლება ამას სისტემატიური ხასიათი მიეცეს. აქედან გამომდინარე, ნამდვილად კარგი იქნება. მე პირადად დასაქმებული ვარ, ბავშვთან მყავს აღნიშნულ ბაღში და მოხარული ვიქნები, თუ ნამდვილად გაიხსნება გახანგრძლივებული ჯგუფები და მიხსნება 2 გახანგრძლივებული ჯგუფი, 8 ჯგუფს გათვალისწინებული და ეს ძალიან გვიხარია. იმიტომ რომ მშობლები ძალიან ბევრი მუშაობს, მათ სჭირდებათ ცოტა ადრე დავიწყოთ საბავშვო ბაღში მუშაობა და 7 საათამდე ვიყოთ. ეს პრობლემა იყო დღემდე და ძალიან მიხარია, რომ 1 ოქტომბრიდან ამ მშობლების სურვილი დაკმაყოფილებული იქნება და ჩვენ ვიმუშავებთ 2 გახანგრძლივებული ჯგუფით. შეიცვალა დევნილ ბავშვთა ჩარიცხვის წესიც. ახალი წესის თანახმად ქალაქ რუსთავში რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში ბავშვების რეგისტრაცია სამოქალაქო რეესტრიდან აღებული ინფორმაციის საფუძველზე გახდება შესაძლებელი, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირებისთვის რეგისტრაცია ლტოლვილთა სამინისტროს ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე მოხდება. რუსთავის ნომერ მე-17 სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებული სცემის ფაქტს სასჯელ აღსრულების სამინისტროში არ ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ პატიმრის განცხადების საფუძველზე ფაქტს გენერალური ინსპექცია სწავლობს. გავრცელებული ინფორმაციით 21 წლის ჯემალ ქუთათელაძე, რომელიც სასჯელს რუსთავის მე-17 საპყრობილეში იხდიდა, მერვე დაწესებულებაში გადაყვანამდე ბადრაგებმა სასტიკად სცემეს. აღნიშნული პატიმრის განცხადება უკვე შესწავლის საგანია, ამ პროცესში ჩართულია გენერალური ინსპექცია და მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება. სასჯელ აღსრულების დაწესებულების თანამშრომლს პატიმრის მხრიდან წინააღმდეგობისა და თავდასხმის შემთხვევაში უფლება აქვს გამოიყენოს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები, რომლის შესახებ კანონში ცვლილება ახლახან ამოქმედდა. თუ ეს პრინციპები დარღვეულია და ვინმემ გადაამეტა უფლებამოსილებას, რა თქმა უნდა მოხდება ადეკვატური რეაგირება. საქართველოს მასშტაბით უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების ჩარიცხვის მხრივ რუსთავი ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. 2013-2014 სასწავლო წლისთვის უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად რეგისტრაცია რუსთავიდან 642 აბიტურიენტმა გაიარა. მათგან 591 ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სახელმწიფოსგან გრანტი 230 სტუდენტმა მიიღო. მე მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ რუსთავი ყოველთვის ერთ-ერთ ლიდერთა შორის არის სტატისტიკის მიხედვით. წელსაც არ ვთმობთ, ასე ვთქვათ, პოზიციას და თითქმის ყველა სკოლას დაახლოებით არიან სკოლები, სადაც 100%-იანი ჩარიცხვა გვაქვს მათი კურსდამთავრებულების, ხოლო სხვა სკოლებში დაახლოებით 90% კურსდამთავრებულებისა ჩარიცხულები არიან უმაღლეს სასწავლებელში. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით უახლოეს პერიოდში წალკაში, ბოლნისში და მარნეულის მუნიციპალიტეტში 3 ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში საცხოვრებელი ფართით დაახლოებით 120 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით სულ საცხოვრებელი ფართების კეთილმოწყობა 150 ოჯახზეა გათვლილი.
უახლოეს პერიოდში დაიწყება წალკაში, ბოლნიში, მარნიულში, სადაც გადმოცემული გვაქვს ჩვენი ობიექტები და რეაბილიტაცია უკვე დაიწყება და უკვე უახლოეს პერიოდში აპლიკაციებსაც მივიღებთ და მიახლოებით 100-მდე, 120 ოჯახამდე დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართობით. ქალაქში სპორტულ გამაჯანსაღებელი კუთხეების, ამხანაგობების, თავშეყრისა და სკვერების მოწყობა რეაბილიტაციის პროცესი ხორციელდება. პროცესის უზრუნველყოფა ადგილობრივი ხელისუფლების, რუსთავის კორპუსისა და პოლონური მხარის ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა. თემის დეტალებს ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. ჩეულიშვილისა და რუსთაველის ქუჩაზე ორი ახალი სკვერის მოსაწყობად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ადგილზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარეგანათების სისტემა, სკამები და მოედნები მოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია მეტრი ახორციელებს. ოლქის მაჟორიტარი დეპუტატები ყურადღებას აღნიშნული ტენდენციის გაგრძელების აუცილებლობაზე ამახვილებენ. პოლონელი მეგობრების დახმარებით რამდენიმე ადგილას კეთდება კეთილმოწყობილი სკვერები, დასასვენებელი, მათ შორის ჩვენს დასახლებაში, ჭყონდიდელის დასახლებაში, თქვენ ხედავთ, რომ მშვენიერი საბავშვო მოედანი გაკეთდა, სკვერი გაკეთდა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი დასახლებისათვის, იმიტომ რომ მანამდე ასეთი სკვერი არ ჰქონდა დასახლებაში. კარგი ფაქტია, რომ დღეს აქ კულტურის სახლის წინ გაკეთდა ეს სკვერი, რადგან ხალხის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო სწორედ სკვერების კეთილმოწყობა. თვითმმართველობა მომავალს აქტიურად იმუშავებს ამ მიმართულებით, მინდა გითხრათ და ის რომ რუსთავის განვითარების გეგმაში ჩასმულია ქალაქის ტექნიკური წყლის მომარაგება, ეს ჩვენ საომავლოდ მოგცემს სკვერების განაშენიანების და მოვლის საშუალებას. რუსთავის მუნიციპალიტეტის, რუსთავის კორპუსისა და პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივი ინიციატივების თანამშრომლობის შედეგად ქალაქში სკვერების რეაბილიტაციის პარალელურად სპორტული გამაჯანსაღებელი კუთხეებისა და ამხანაგობების თავშეყრის ადგილებიც ეწყობა. ქალაქში 6 ადგილზე ხორციელდება პროექტი, პოლონური მხარის გამოცდილების გაზიარება ხდება. ეს პროექტები არის ორგან ქალაქში, ეს არის მე-7 მიკრორაიონი და მე-17 მიკრორაიონი. სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი, ანუ სპორტული გამაჯანსაღებელი კუთხე კეთდება. ორგან კეთდება მე-14 და მე-17 მიკრორაიონში ასევე ამხანაგობის წევრების თავშეყრის ადგილი, ეგრეთ წოდებული ფანჩატური და ორ ადგილას ქალაქში, ეს არის რუსთაველის გამზირზე და ჭყონდიდელის დასახლებაში ჩეულიშვილის ქუჩაზე კეთდება ორი სკვერი. პროექტის ამ საექსიო პროექტის საერთო ჯამური ღირებულება არის 215,000 ლარი. ქალაქში არსებული სკვერების რეაბილიტაციისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მოწყობის პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს მარკ გრიფითს და სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში აზიმ სადიკოვს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე და მომდევნო წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღენიშნა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესების ტენდენცია და გამოითქვა იმედი, რომ 2014 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მინიმუმ 5% იქნება. დღის განმავლობაში პრემიერმა შეხვედრა ფრანგ სენატორებთანაც გამართა, სადაც ძირითადი განსახილველი თემა ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია და პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას, ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების მომსახურებისა და სხვა მიმართულებით. რეგისტრაციაში ჩართულია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული 19 პროფესიული და 14 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. რეგისტრაცია 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ეს არის ძალიან კარგი შანსი და ყველაზე უსწრაფესი გზა დასაქმებისკენ. ამაში დაინტერესებული არის კერძო სექტორი და მსხვილი ბიზნესები, რომელიც ყოველთვის აღნიშნავენ, რომ აქვთ კადრების დეფიციტი და ისინი ხარჯავენ უამრავ რესურსებს შემდეგ უკვე დასაქმებულ კადრებზე. ამიტომ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და ის, რასაც თავაზობს სახელმწიფო, სრულიად დაფინანსებულ პროფესიულ განათლებას უნდა დროულად მოვიდეთ და დავრეგისტრიროთ და ვისარგებლოთ ამ ყველაფერს. მე ავირჩიე ინტერნეტ ტექნოლოგი ვებ სპეციალისტის ფაკულტეტი და მინდა სწავლა გავაგრძელო IT კოლეჯში. სამომავლოდ ფიქრობ, რომ დავსაქმე რომელიმე ვებ სტუდიაში.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ბრიტანული არმიის გენერალური ინსპექციის დელეგაცია იმყოფება გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. პოლკოვნიკი ბარი გრინი და ინსპექტორი მაიორი დევიდ გიბსი საქართველოში სამდღიანი ვიზიტით ჩამოვიდნენ. დღესვე პოლკოვნიკმა ბარი გრინმა თავდაცვის სამინისტროში თემაზე დიდი ბრიტანეთის მიდგომის გაზიარება პრეზენტაცია წარადგინა. მან ყურადღება კოორდინირებული სისტემური მუშაობის ეფექტურობაზე გაამახვილა და დიდი ბრიტანეთის არმიის მოდელებზე ისაუბრა. პრეზენტაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები დაესწნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თაღლითობის ფაქტზე 12 პირს ბრალი წარუდგინეს, როგორც გამოძიებით დადგინდა ბრალდებულებმა 2013-2014 წლებში მათთვის სანდო პირებზე ფორმალურად გააფორმეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები და მათ ყალბი მიღება ჩაბარების აქტები შეადგინეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ყალბი დოკუმენტებისა და ბეჭდის დამზადება გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალდებულებმა ყალბი მიღება ჩაბარების აქტები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს, რის საფუძველზეც თითოეული მათგანის სახელზე დარეგისტრირდა 600 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომლებიც შემდგომში სხვა პირებზე გაასხვისეს. მთლიანობაში სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა 597,000 ლარი შეადგინა. ქრონიკა პირდაპირ ეთერში კულტურის სიახლეებით ბრუნდება. ქართული ამბანი მსოფლიოში ესთეტიკურად მიმზიდველ დამწერლობათა ხუთეულში მოხვდა. მეტადორ ნეტვორკის ოფიციალური გვერდის მონაცემებით საქართველო ამ სტატუსს 4 ეგზოტიკურ ქვეყანასთან ერთად ინაწილებს. ჩამონათვალში საქართველოსთან ერთად შრი-ლანკის, ფილიპინების, ინდონეზიისა და მიანმარის დამწერლობები მოხვდა. დიდი ხნის განმავლობაში ქვეყანა რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, თუმცა მათ შეძლეს საკუთარი დამწერლობისა და ენის დღემდე მოტანა. ქართული ამბანი ელეგანტურია, გამოირჩევა მარტივი ნახაზებითა და ფორმებით, აღნიშნავს კვლევის ავტორი. განსხვავებული და დამახასიათებელი ფერწერის სტილი, ასე აფასებენ ხელოვნების კრიტიკოსები რუსთაველი მოქანდაკისა და ფერწერის გიორგი ჩალაძის შემოქმედებას. 300-მდე ფერწერული ნამუშევრისა და 50-მდე ქანდაკების ავტორი შემოქმედებით მოღვაწეობას 93 წლის ასაკშიც აქტიურად აგრძელებს. თამთა ცირამუაგი ამბობთ. ბავშვობის ოცნების სრულყოფილად ასრულებას 93 წლის ასაკში ცდილობს. მშობლიურ რაჭაში ბარაკონის ხეობაში მის მიერ შესრულებული ქანდაკებები ტურისტების ყურადღებას დღესაც განსაკუთრებულად იქცევს. სუმარეკი ხეობას მისი კიდევ ერთი ნამუშევარი შეემატება. ლეგენდი და გაცოცხლებული ამირანი უახლოეს მომავალში საჩიტიას კლდეს დაიცავს. რაჭა საერთოდ ლამაზი ბუნების ადგილია და ამ გზაზე ხედავდი ერთ ადგილს, სადაც ძალიან ეგზოტიკური, ძალიან მოხიბლელი ადგილი იყო და სულ ოცნებობდი, რომ იქ რაღაც ქანდაკება შემემატებია ამ ბუნების სილამაზისთვის. მაინც რა ამირანის ქანდაკება ვიფიქრე. ის ონკდაზე იყო მიჯაჭვული ლეგენდის მიხედვით. და გავიფიქრე, რომ მოდი ამ კლდას შეიძლება ამირანიც მოუხდეს და ასე ეხლა გავაკეთეთ პროექტი. 5 მეტრის სიმაღლის ქანდაკება უნდა დაიდგას იმ კლდეზე. მაგრამ უბრალოდ კი არ იდგება ქანდაკება. ეს კლდე არის გამოჭრილი და გზაგათის ქვეშ. და ისე ვაკეთებ, რომ თითქოს ეს ამირანი იჭერს ამ კლდეს ჩამონგრევისაგან. და ამით არის ხალხის სამსახურში დგება ეს მითოლოგიური გმირი. ნახატ წიგნს ადარებს. თვითნასწავლი ხელოვანისთვის ფერწერა მხოლოდ სიმეტრიის დაცვასა და ფერების სწორად შეხამებას არნიშნავს. როგორც თვითონ ამბობს, მისთვის მთავარი შინაარსია. ამიტომ დამთვალიერებას ყველა მისი ნამუშევარი რაღაცას მოუთხრობს. მე მიმაჩნია, რომ ნახატი უნდა იყოს ისეთივე, როგორც წიგნი. წიგნს რო წაიკითხავ, რაღაცა ხომ მოგწეს შინაარსი. რა? ასევე უნდა იკითხებოდეს ნახატი. ნახატში უნდა იყოს ჩადებული ის აზრი, შენ რა ის გადმოცემას გინდა. თუ ეს ვერ წაიკითხა ადამიანმა, მაშინ რა აზრი აქვს. და სწორედ ყველა აფასებს იმითი შემნახავს, რომ ყველა ნახატში არის ჩადებული აზრი, შინაარსი და წაიკითხავ იმას, რასაც მე ვფიქრობდი ნახატის წინ. ეამაყება ქვეყნის საზღვრებს გარეთ მიღწეული წარმატებებიც, ეროვნულ ფოლკლორული ხაზის შესანიშნავი ნახატები. ასე შეაფასეს უცხოელმა ხელოვანებმა გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გამოცემული ენციკლოპედიაში მოხვედრილი გიორგი ჩალაძის ნამუშევრები. ყველაზე მეტად მე მახარებს ეს, რომ გერმანიაში ლაიფციგში გამოიცა
ენციკლოპედია ყველა ქვეყნის და ყველა დროის ხელოვანი. საქართველოსთან არ ვიცი მე არ შემხედრია ჯერ როგორც მეტრას 3-4 მხატვარია შეტანილი. ჩემი ნახატებიდან შეტანილია იქა ბეთჰოვენი, ვაჟა-ფშაელა, პორტრეტები სხვადასხვა და იქ ისე კარგად არის აღნიშნული, არის შექმნილი ეროვნულ ფოლკლორულ ხასიათში. სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავს იკავებს. ამბობს, რომ შექმნის იმას, რისი დახატვის და გამოქანდაკების სურვილიც კონკრეტულ მომენტში ქვეყნის ან საკუთარი ცხოვრებისეული მდგომარეობიდან გამომდინარე გაუჩნდება. ისურვებდა ერთს, რომ მისმა ექსპონატებმა სწორედ ის ქალაქი გაალამაზონ, სადაც უკვე წლებია ცხოვრობს და მოღვაწეობს. ქრონიკაში სპორტის სიახლეების დროა. თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულებული ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასის გამარჯვებული ლუკა პაიჭაძე გახდა. რუსთაველმა მოჭადრაკემ 9 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. დასკვნით შეხვედრაში პაიჭაძე თეთრი ფიგურებით სომეხ რობერტ ჰოვანისიანს დაუზავდა და მეორე ადგილზე გასულ უკრაინელ მოჭადრაკეს 9 ქულით გაუსწრო. ამჟამად ლუკა პაიჭაძე საქართველოს საკლუბო ჩემპიონატისთვის ემზადება. ტურნირი საკმაოდ დაძაბული იყო, ჩამოსულები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან, სხვადასხვა დოსტატები. ბოლო ტურამდე დაძაბული მდგომარეობა იყო, ბოლო ტურში ყაიმის ყოფნიდა და საბოლოოდ 6 მოგებით და 3 ქულით პირველ ადგილზე გავედი. სუპერლიგის 2014-2015 წლების სეზონთან დაკავშირებით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტმა ჩემპიონატში მონაწილე გუნდებთან რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა. დებულების სხვადასხვა საკითხების განხილვისას გადაწყდა, რომ სუპერლიგის სეზონი მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს დაიწყება. 18 ოქტომბერს კი დუდუ დადიანის მემორიალი გაიმართება. საშეჯიბრო დეპარტამენტი და სუპერლიგის კლუბები დასკვნით შეხვედრას 23 სექტემბერს 15 საათზე გამართავენ. ერთ-ერთი პირველი შეხვედრა იყო ესეთი. და იმ დებულებასთან დაკავშირებით ფედერაციას თავის მოსაზრებები ჰქონდა, რომელიც დებულებაში იყო წარმოდგენილი, ახლა თუ გუნდებს ჰქონდათ რამე შენიშვნები და ამაზე იყო მსჯელობა ძირითადად. ქრონიკა პირდაპირ ეთერში უცხოეთის სიახლეებით განაგრძობს მუშაობას. გამოიყოფა თუ არა ქვეყანა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შოტლანდიაში რეფერენდუმი მიმდინარეობს. რეგიონში 2000-ზე მეტი უბანია გახსნილი, რომელიც 24 საათამდე იმუშავებს. რეფერენდუმის წინასწარი შედეგები ხვალ დილით გახდება ცნობილი. თუკი რეფერენდუმის შედეგად შოტლანდიის მაცხოვრებლები დამოუკიდებლობას გადაწყვეტენ, 2016 წლის 24 მარტიდან ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობას ოფიციალურად დატოვებს. ანტიტერორისტული ოპერაცია ავსტრალიაში რეიდი დედაქალაქის გარდა კიდევ რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. სამართალდამცავების ვარაუდით დაჯგუფება თავდასხმებს გეგმავდა. ტერორისტული საფრთხის დონის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადება ქვეყნის პრემიერმა გასულ კვირას გააკეთა. არსებული ვითარება მან რადიკალური დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს გააქტიურებას დაუკავშირა. ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით არიან თუ არა ისინი ისლამისტები ამ დრომდე არ ხმაურდება. 5 ადამიანი დაიღუპა და 2 დაკარგულად ითვლება წყალდიდობის შედეგად საფრანგეთის სამხრეთით. გავრცელებული ცნობით, დამსვენებელთა ჯგუფი კარვებით ქალაქ-გარეთ იმყოფებოდა. უეცრად მოვარდნილმა ღვარცობმა კი მათი კარავი გაიტაცა. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის სამაშველო სამსახური მუშაობს. პროცესში ჩართულია ავიაციაც. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბარაკ ობამასთან მოლაპარაკებებს გამართავს. თეთრი სახლის ცნობით საუბრის მთავარი თემა ქვეყნის აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობის მშვიდობიანი დარეგულირების გზები იქნება. მანამდე პოროშენკომ შეხვედრები უკვე გამართა კანადაში, სადაც ქვეყნის პრემიერ შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრემიერმა განაცხადა, რომ კანადა უკრაინას შეღავათიანი კრედიტის სახით $200 მილიონ გამოუყოფს. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ ჩვენს რეგიონში. წალკაში მოსალოდნელია დღისით +13, ღამით +6 გრადუსი სითბო, თეთრ წყაროში დღისით 14, ღამით 10 გრადუსამდე გათბება ჰაერი. მაისში მოსალოდნელია დღისით 14, ღამით 9 გრადუსი სითბო, ბოლიში დღისით +17, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. ვარნეულში დღისით +19, ღამით +15 გრადუსი იქნება, თბილისში მოსალოდნელია დღისით +19, ღამით +15 გრადუსი. გარდაბაში დღისით +19, ღამით 15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ჩვენს ქალაქშიც ასევე დღისით +19, ღამით +15 გრადუსამდე გათბება ჰაერი.
ეს იყო ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია, ქრონიკა ამით დასრულებულია, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.